რა ხდება ბაზარზე. მე ციფრები ამოვიწერე, ბევრი ციფრია და ვერ დავიმახსოვრებდი. განხილოთ ბიტკოინი და ბიტკოინის განხილვა ნიშნავს, რომ სხვა კოინების ანალოგის სიტუაციაში არიან. ესე იგი, ეხლა ფასი ცდილობს, რომ გაარღვიოს 83,000, თუმცა ოდნავ გადახურებულია. გადახურება ნიშნავს, როდესაც გამყიდველები ემზადებიან ზედა ზღვარზე, ანუ 80 სადაც ბევრი გაყიდვა არის დაყენებული, ეს არის 82,647 ზუსტად. შემდეგ წინააღმდეგობის ზონა არის 79,000-დან 80,000-მდე, ანუ რვა ციფრამდე დიდი შესყიდვები დევს. ეს ორი ზოლი უკვე გვაქვს. ესე იგი, ეხლა გვაქვს შესაბამისად ორი ვარიანტი. მოგებების დაფიქსირება დაიწყება იმაზე ბიტკოინზე. ეს ნიშნავს, რომ ვინც ქვემოთ იყიდა 79-დან 80,000-ებში, ის დაიწყებს უკვე გაყიდვას 82,647-ზე. რათა მოგებები დაიფიქსიროს. შემდეგ უკვე ვინაიდან მოცულობა არც ისეთი დიდია, დაიწყება იქნება მოძრაობა შემდეგი მიმართულებით. თუ ფული შევიდა, ჯერ არ ჩანს ეს ფული შესვლა, ბაზარი წავა ზემოთ და გადატეხავს 83,000 და შემდეგ უკვე შემდეგი სამიზნე არის 83,500. თუ ბაზარმა ვერ დაძლია ეს ფორმულა, ეს მოცემულობა და შემცირდა შესაბამისად გაიზარდა გამყიდველთა რიცხვი, მაშინ დიდი ალბათობით ისევ ჩამოვა იმ 80,000-იან და 91,000-იან დონეზე. ეხლა არის ესეთი პატარა გაურკვევლობა, ვინაიდან ერთის მხრივ არის ღამის 10 საათზე, 11 საათზე ეს პატარა განცხადება. ის განცხადება იმოქმედებს მომენტალურად. დიდ ესე ვთქვათ, ეფექტს არ მისცემს ბაზარს. მაგრამ იმოქმედებს, ანუ შოკური ექნება. აი მაგ დროს პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. უბრალოდ უნდა დააკვირდეთ, დამშვიდეთ და შემდეგ განაგრძოთ ჩვეულება. შემდეგ ისევ დამშვიდდება და ასე შემდეგ განცხადებამდე. ჩემი რჩევა არის ეხლა ყველამ მინიმალური მოგებები დაიფიქსიროთ, ვინც ხართ, დაკმაყოფილდეთ ამ მინიმალური მოგებებით. და შემდეგ უკვე ახალი ტრენდის ჩამოყალიბებისას ან ახალ კოინში შეხვიდეთ, თუმცა ეხლა ყველა კოინი 99% ბაზრის არის გამწვანებული. ან ახალში უნდა შეხვიდეთ, ახალ ტრენდში, ან ძველში გააგრძელოთ, რომელშიც უკვე შეგუებული ხართ.